ტელეკომპანია იმედს დიდი სარი გაუკეთეს. აი სანქციები არ მუშაობს ბიძი. აი თუ არ მუშაობს ტელეკომპანია იმედი, სარეკლამო ასე ვთქვათ, მისი მომსახურება დატოვეს გლობალური მასშტაბის მსოფლიო კომპანიებმა, Procter & Gamble-მა და Nestlé-მ. ეს ჯამში არის სადღაც 5 მილიონი ლარის ამბავი წელიწადში, აი ამდენი უნდა მიეტანათ მათ. ტელეკომპანია იმედში და აღარ მიიტანენ. ესეც სადღაც 15% არის მთელი სარეკლამო შემოსავლისა TV იმედისა. აი ეს არის სანქციები. მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დაასანქცია TV იმედი როგორც რუსული პროპაგანდის გამტარებელი, რუსულ კომპანიებთან ერთად, რუსებთან ერთად დაასანქციეს, რო იცოდეთ TV იმედი. ეს TV ბოსელი პოსტივი. რომლის წამყვანებმა შეწყვიტეს, ქვია, ნაადრევად გავიდნენ საზაფხულო არდაგებზე და ეს შალვარამიშვილი და მისი ორი კვერცხი აქეთ-იქითა აღარ არიან ეთერში, ვინც არ იცის. იმდენად არარაობები არიან და იმდენად ვერაფრის გამკეთებლები, რომ ივნისის დასაწყისში გაყარეს შვებულებაში და კაცმა არ იცის ისინი დაბრუნდებიან თუ არა შემოდგომიდან. ისეთი არარაობები არიან. ესეთი სამარცხვინოები. აი ასე, იმედს გაუკეთეს სარი, 5 მილიონიანი სარი. და ეს მხოლოდ დასაწყისი არის, მეგობრებო. ასე იქნება ყველა სახელმწიფო პროპაგანდისა თუ მის გარშემო მოწრიალე ამ კიკუების ამბავი, ხო? ყველა კომპანიას, ყველა ბიზნესს ასე დაემართება, უფრო და უფრო ყულფი მოგეჭირებათ კისერზე. ეს იცოდეთ ყველა. ქოცო ბიზნესმენებო და ასე შემდეგ. ყველასთან დაიჩოქებს ის სანქციების აკლემი. თან ეს წარე სანქციები იქნება ძალიან. თქვენი ოჯახის წევრებიანად მიყვებით ამას, საბანკო ბარათებს ვერ გამოიყენებ და მერე ის ოქროს ზოდები რო გაქვთ ჩეჩნეთის მაფიისგან მისი დახმარებით შემოტანილი, რომ ქონება ოქროს ზოდებში გადაიყვანოთ. კბიჩეთ და ლოკეთის ოქროს ზოდები. არამად დარჩაო ქონებაო, აი თქვენზეა ნათქვამი. და ამისათვის ვიბძით ჩვენ ეს საპროტესტო მოძრაობა, სწორედ ამიტომ ვიბძით, რომ თქვენ დაგასანქციონ და ხელჩამოურთმევლები იყოთ მთელ სოფლიოში, რომ აეწუწოთ აქედან და რა ვიცი, თუ შეძლებთ თქვენს დედა რუსეთში გადაიხვეწოთ, იქაც ისეთი მდგომარეობა აქვთ პუტინის ურდოს, რომ მტერსა დაავს.